ქაშმირის სადავო რეგიონი აზიის ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის შეერაღებული დაპირისპირების ეპიცენტრად არის ქცეული. დღეს დილით ინდოეთმა პაკისტანის კონტროლირებად ტერიტორიებზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. სწორედ პაკისტანს აკისრებს პასუხისმგებლობას ოფიციალური დელი 22 აპრილს რეგიონში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე. დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები. ოპერაცია სინდურის ფარგლებში ინდოეთმა მთავარ სამიზნე ტერორისტული ჯგუფების ობიექტები დაასახელა, რომელთა მხარდაჭერაში ინდოეთი პაკისტანის სადაზვერო სამსახურს ადანაშაულებს. პაკისტანი ინდოეთის ბრალდებებს უარყოფს და დღევანდელი თავდასხმის გამო საპასუხო მოქმედებით იმუქრება. გაისმა მუქარის შემცველი გზავნილიც. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში ისლამაბადი ინდოეთს დაპირისპირების ბირთვულ ომში გადაზრდაზე აფრთხილებს. ქაშმირში ტერორისტულ თავდასხმაზე საპასუხო მოქმედებები ინდოეთმა სამხედრო გზით დაიწყო. ინდოეთის არმიის სამიზნე გახდა როგორც პაკისტანის მიერ კონტროლირებული ქაშმირი, ასევე უშუალოდ პაკისტანის ტერიტორია. ინდოეთის არმიამ 24 რაკეტით 9 სხვადასხვა ადგილი დაბომბა. რაკეტები ინდოეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად მიჩნეული ლაშქარ-ე-ტაიბასა და ჯაიშ-ე-მოჰამედთან დაკავშირებული ბანაკების წინააღმდეგ გაუშვეს. ინდოეთმა გამოიყენა თავისი უფლება, ეპასუხა რომ აეცილებინა თავიდან და შეეჩერებინა მსგავსი ტრანსსასაზღვრო თავდასხმები. ეს ქმედებები იყო გაზომილი, არა ესკალაციური, პროპორციული და პასუხისმგებლიანი. პასუხი ფოკუსირებული იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟსა და ინდოეთში სავარაუდოდ გასაგზავნი ტერორისტების განადგურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმებიდან 2 კვირა გავიდა, პაკისტანს არ გადაუდგამს არანაირი აშკარა ნაბიჯი მის ტერიტორიაზე ან მის მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. ინდოეთი ამტკიცებს, რომ დაბომბვის შედეგად 70 ტერორისტი მოკლეს, 60-ზე მეტი კი დაშავდა. მათ შორის არიან ლაშქარ-ე-ტაიბასა და ჯაიშ-ე-მოჰამედთან დაკავშირებული საშუალო და მაღალი რანგის საველე მეთაურები. ინდოეთის სამხედრო ოპერაციის სამიზნები პაკისტანის მიერ კონტროლირებული აზად ქაშმირის ზონაში იყო განთავსებული. ეს ადგილები ინდოეთის მიერ ტერორისტული აქტივობის ცენტრებად იქნა იდენტიფიცირებული. ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმის შემდეგ ხალხში დიდი რისკვა იყო და ყველას პასუხის გაცემა სურდა, რადგან მათ პაჰალგამში ჩვენი უდანაშაულო ძმები და დები მოკლეს. ამიტომ ეს მართლაც საჭირო იყო. პაკისტანის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის დასახლებულ პუნქტებში დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდა. სამოქალაქო ზონაში ნგრევის შედეგებს აფასებენ ქალაქ მუზაფარაბადში. კადრებში ასახულია ბილალის მეჩეთის ცეცხლმოკიდებული შენობა, სადაც ხელისუფლების ცნობით 3 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა. პაკისტანის ხელისუფლება ინდოეთის დაბომბვის შედეგად 26 ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ტერორისტებს ამ მეჩეთში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ მეცხოვრათ, მის გვერდით კერძო სკოლა არ ემუშავებდა. ეს სხვა არაფერია თუ არა ინდოეთის პრემიერ-მინისტრის პროპაგანდა. მისი მიმდებარე შენობა ალ-ხადის საჯარო სკოლაა. როგორ შეგვეძლო ამ სკოლის მართვა თუ აქ მებრძოლები იქნებოდნენ. ინდოეთის სამხედრო მოქმედებებზე საპასუხო ზომები მიიღო პაკისტანმა. ისლამაბადმა ცეცხლი ინდოეთის მიერ კონტროლირებული ქაშმირის მიმართულებით გახსნა. ინდოეთის მთავრობის მტკიცებით დასახლებული პუნქტების დაბომბვის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 43 დაშავდა. პაკისტანი ამტკიცებს, რომ ღამის დაპირისპირების დროს ინდოეთის არმიის 5 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა, რასაც ოფიციალური დელი უარყოფს. როგორც კი მათ დაიწყეს უმიზეზო გაუმართლებელი აგრესია პაკისტანის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ, მათთვის დისტანციური იარაღიდან სროლით. მხოლოდ ამის შემდეგ შეუტიეს მათ პაკისტანის საჰაერო ძალებმა და შეიარაღებულმა ძალებმა და ჩამოაგდეს ისინი. პაკისტანი იტოვებს უფლებას და უპასუხებს ამ აგრესიას ჩვენივე არჩეულ დროს, ადგილას და საშუალებით. ინდოეთის თავდასხმის შემდეგ პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შესაბამისი ქმედებების განხორციელების უფლება მოსილება მისცა. პაკისტანის მთავრობის განცხადებით, გაეროს წესდების 51 მუხლის შესაბამისად, პაკისტანი იტოვებს უფლებას შურიძიოს უდანაშაულო პაკისტანელების მოკვლის და ქვეყნის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევისთვის. პაკისტანი ინდოეთს მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ყოველდღიურად ვიღებდით ინფორმაციას, რომ ინდური თვითმფრინავები მოვიდოდნენ და პაკისტანს თავს დაესხმებოდნენ. ჩვენი ძალები 24 საათის განმავლობაში კარგად იყვნენ მომზადებული, როგორც კი მტრის თვითმფრინავები აფრინდებოდნენ, ჩვენ მათ ზღვაში ჩავყრიდით. პაკისტანის საჰაერო ძალებს შეეძლოთ ჩამოეგდოთ სულ მცირე 10 ინდური თვითმფრინავი 5 თვითმფრინავის ნაცვლად, მაგრამ მათ თავშეკავება გამოიჩინეს. პაკისტანი ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო ზომების მიღებას გეგმავს, რაც ორ ბირთვულ ძალას შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების შესაძლებლობას აჩენს. მსოფლიოს ქვეყნები ინდოეთს და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ეს სირცხვილია, ამის შესახებ სწორედ მაშინ გავიგეთ, როდესაც ოვალური კაბინეტის კარში შევდიოდით. ახლახან გავიგე ამის შესახებ. ალბათ ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა წარსული საფუძველზე. ისინი დიდი ხანია იბრძვიან. ისინი მრავალი ათწლეულის და სინამდვილეში საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად დასრულდება.
გამოუთქვამთ მწუხარებას ინდოეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ქმედებების გამო და შეშფოთებულები ვართ სიტუაციის ესკალაციით. ინდოეთი და პაკისტანი განუყოფელი მეზობლები არიან და ორივე ჩინეთის მეზობელია. ჩინეთი ეწინააღმდეგება ტერორიზმის ყველა ფორმას და მოუწოდებს როგორც ინდოეთს, ასევე პაკისტანს პრიორიტეტად აქციონ რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა. შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება და თავიდან აიცილონ ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს სიტუაცია. ინდოეთს და პაკისტანს 1947 წელს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რამდენიმე ომი და კონფლიქტი ჰქონდათ, ძირითადად ქაშმირთან დაკავშირებული ტერიტორიული დავების გამო. ორივე ქვეყანა რეგიონს საკუთრად აცხადებს, თუმცა სინამდვილეში ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილს აკონტროლებს. მიწის გამო დავამ 1947 წლიდან 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.